გამარჯობათ ხალხო, გამარჯობათ. ეს არის ახური მწვანე. ახალი შენი ვაზია. და ეხლა ვამზადებ უკვე. უკვე მოსავლის მინდების პერიოდი აქვს მას რა. არავითარ საკავებელს არ ვაძლევ. უბრალოდ თავყავს მართულამდე რომ გაძლიერდეს, დამსხვრიდეს რა. ერთ სიტყვით როგორც ხდება ხოლმე რა. გუშინ შევხედე სოციალურ ქსელებს და ერთი ამბავია ატეხილი ქუჩაში ამ მიუსაფარმა ძაღლმა ბავშვი შეაშინა და მამამ პოლიციელი იყო ბავშვის მამა და მამამ იმოქმედა როგორც უნდა ემოქმედა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვიზახი. მე როგორც მამა აი როგორც იმოქმედა იმ კაცმა გაუმარჯოს ღმერთმა რომ ადგილზე მიაძინა ის ძაღლი რა. იმიტომ რომ ვის არ უყვარს კაცო ძაღლები? პირდაპირ გეტყვით, მე რო ძაღლები მყავს. აი მაგ ძაღლის ხელა პურის ნატეხსა ჭამენ, იმ ხელა ძაღლები მყავს სახში ქართული ნაგაზები. ხო. ძაღლს აქვს ზოგადად თავისი ფუნქცია მოვალეობები, მაგრამ საზოგადოება ეს პერო გაყრილი საზოგადოება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გეტყვით, ეს კატეგორია ვინც თქვენ იმ მამას ამტყუნებდით და იძახდით რომ აი როგორ შეიძლება და უი თურმე რა უნდა ეკნა სასწრაფოში დეერ ეკნა რომ დაგლეჯავდა ბავშვისთვის ეთქო რომ პირში ხელი ჩაუყავი ამ ძაღლს კარგად ვერ გიკმენს რავი სად დეერ ეკა პოლიციაში დეერ ეკნა თვითონ პოლიციელია რა უნდა ეკნა აი ბავშვისკენ გაიწია ძაღლმა დაყეფა თუ მენას აპირებდა რომელიმე ვინმე ხარ თქვენ დარწმუნებულები რომ არა არ გიკმენს ესე ეთქვით თქვენ მცირეწლოვან შვილს რომ ნუ გეშინია შვილო ქუჩის მაწანწალა ძაღლი არ იკმინება და არ გიკმენს გაიცით რა არის რამდენი შემთხვევა ყოფილა რომ ქუჩის მაწანწალა ძაღლს დაავადების გადამტანი კმენა გაუკეთებია ხო არიცით მაგრამ თქვენ დაუკარგეთ ცხოველებს ფუნქცია მოვალეობები ძაღლს აქვს თავისი წუთსოფელი რო იტყვიან და ის უნდა ასრულებდეს თავის მოვალეობას დარაჯისას ეხლა ყველა მაღაზიის წინ ყველა მარკეტის წინ თუ რამე დაწესებულება სპეციალურად რო შეუსახლეთ ეს ძაღლები და ფეხი რო უნდა გადააბოტო და ისე რო უნდა შეხვიდეს შიგნით გავიჯერო ქსიამოვნებთ მე ვიცი რომ არ აქვს სიამოვნებთ მაგრამ თქვენ ახართ ამ ტრენდს საყოლიი რა ამ ტრენდს ერთი ჩემი მეგობარი მეუბნებოდა რომ გაჩერებაზე ავტობუსის გაჩერებაზე ძაღლებს ადიელები მიუტანესო გაუფინესო სკამზე წყალი დაუდგესო და ჩვენო მოქალაქეებიო ზეროცაო გაჩერებას ვერ ვეფარებითო იმიტომ რომ ძაღლები წვანან იქო და ჩვენო მზეში ვდგევართ აი ეგ ცხოვრება მოგაქვთ თქვენ აი მეტი ჩარა საზოგადოებას თორე ჩემი მეგობრები აი ქუჩაში რო დადიან პედიგრის მეშოკებით დადიან და აჭმევენ იმ ძაღლებს განა არა სახლებათ უქციეს ეს გაჩერებები ავტობუსის გაჩერებები და კიდე მეტი რო შეგეძლოთ მეტი აი ეს ტრენდ საყოლილი ეს პეწენიკა ვირიშვილები მეტი რო შეგეძლოთ თქვენ ამ ძაღლებს სამსახურებს გამოუნახავდით დაასაქმებდით შარვალ კოსტუმებს ჩააცმევდით და იმაზე კი არ იზრუნებდით რომ ერთი ამდენ ფულს რო ახარჯებთ ამ მიუსაფარ ცხოველებს შეიძინეთ გენაცვალე 1-5 ჰექტარი მიწა შემოღობეთ და გაუშვით იქ და იქ აჭამეთ და იქ ალევილეთ ქუჩები რო გადატენილია და კუპატა და ბათუმელი კუპატა და ვიღაცეები რო დგეხართ და რაღაცეებს ამარიაჟებთ და თურმე ეს ძაღლი გაჩერებაზე ბავშვებს აცილებს და სისულელეები თქვენ ახართ აი მეტი ჩარა საზოგადოება რა ადამიანზე წინ რო აყენებთ ძაღლს აი რო გიყურებთ რა ხანდახან მინდა ხოლმე რომ თქვენ თვითონ აღმოჩნდეთ იმ ძაღლის
ყბელის საშუალების წინაშე რა. ეს კიდე ერთი ვიდეო დავდე რა რუსეთში როტვეილერი გლეც რა დედა და შვილი არიან. და გლეც ეს როტვეილერი და იმ დონეზე გამაправებლები ხართ, რომ ჯერ ხო იძახდით რუსია ერთი მაგის დედავატირეო. ანუ იმ დონეზე საზიზღრები ხართ რა ზოგ-ზოგიერთი. რომ რუსია მერე რა შეჭამო ზაღალმა და ის გამახსენდა ზვიგენმა რომ შეჭამა ეს რუსი რაღაცა ზღვაში რო ბანაობდა და რო გიხაროდა. მერე რაო რუსიაო და მერე იმ დონეზე დებილები იყავით რომ ეგაო დადგმული ის იყო სცენაო დადგმულიაო და ადექით და დამირეპორტეთ ეს ვიდეო გამიგე? ეს ვიდეო დამირეპორტეთ დაახლოებით 200-300 ნახვა ქონდა. აი ესეთი ჩათლახები ხართ რა. აი ესეთი ჩათლახები ხართ პირდაპირ გეტყვით რა. აი აქ თუ გაინტერესებთ და რატო ხართ ჩათლახები გეტყვით. აი აქ მე ვენახში მთელი სეზონი ვარ აქ ხოლმე რა. და ქუჩაში გადაყრილი ძაღლები ამყავს ხოლმე და აქ ხოხში რომ მუშაობ ღმერთის მადლით იმდენია საკვები რომ ამათ ვინახავ ხოლმე მაგრამ რეალი მინდორია რა და გლები იპარავენ ხოლმე მე ამ ლეკვებს რა. აქ ვერ ვაქცევ მე ყოველთვის არა ვარ გამი აქ და ხანდახან გლები იპარავენ. ნერვიულობ ხოლმე და განვიცდი. ჯერ იმიტომ რომ ვიღაცები ზოგადად ფუმფულაროა მოწონთ ეს ლეკვი რა. და მე ეს ლეკვი რომ წამოიზდება ბავშვებთან სათამაშოდ უყიდიან რაღაცა რომ წამოიზდება ისეთ ფუმფულა აღარ არის გაიგე? და უკვე ოჯახში ხანაირი ისინი ჩნდება. აი ბეწვი გაზდის და ესეთ საუბრები და უშვებენ მე ქუჩაში. აი მაგ ხალხზე უნდა იფიქრო და მაგ ხალხზე უნდა საკანათლო. ის ზაღლებიც თავიანთ ფუნქცია მოვალეობები აქვს დაკარგული და გენეტიკურად ისეთი ისა აქვს მაგათ შინაგანი ბუნება ძაღლს რომ სადაც არის რომელ უბანშიაც არის სადაც იკვებება თავის ტერიტორიად მონიშნავს თუ არ იცით გეტყვით. იმ თავის ტერიტორიაზე რამე არა მისთვის არასასიამოვნო რამეს რომ ნახავს ყოველთვის გამოხატავს აგრესიას. ეგ არის ძაღლის ბუნება. იმიტომ რომ მაგის ბუნება არის დარაჯი. ძაღლი არის ზოგადად დარაჯი. დარაჯის ფუნქცია მოვალეობებია. და თქვენ ამ ძაღლის ფუნქცია მოვალეობები იმ ხელაზე დააკნინეთ ამ რაღაცეებით. ტანსაცმელს რო ჩააცმევ ძაღლს და დაასეინებ და უი ჩემი რავი რაღაცა ლედი მედი და სირობები ეს არ ხდება რა. მე როგორც მამა და შვილების პატრონი მეც ესე ვიმოქმედებდი და ჩემი მხარდაჭერა მაგბიც რამდენი წევლით რამდენი აგინებთ აი თქვენი დედავატირე რა. იმ მამას აგინებთ რომელი მამაც თავის შვილის დაცვისთვის ეგ დააპატარავე ვაკო. კიდე ჩადი ხო ეგ შვილის დაცვისთვის რომ იმაშურებოდა ერთ ჩავილი რა რანაირად ის არის გაკეთებული ნახო. შვილის დაცვისთვის რომ იარაღზე მოუწია მისვლა და თქვენ კიდე რომ იძახთ დაუ ეგ რა გააკეთა და ოჯახს უწყევლით. აბა თქვენ ნორმალური ხალხი ხართ. თქვენ ნორმალური ხალხი ხართ რომ ძაღლის უფრო მეტ პატივს ასცემთ ვიდრე იმ მამას რომელმა მამამაც შვილისთვის იმოქმედა. შვილისთვის უსაფრთხოება დაიწვა. აი მაგიტო ხარ საიზღრებიო. მაგიტო. და იქ რო კრუნჩხებში ჩავარდით ვიღაცეები იქ ვიდეოებს რო იღებდით და ლაივები რო ჩაწერეთ. აი მაგ დროს გინდოდათ ერთ გაშლილი სილაშიქ სახეში თქვენც რო ამ კაცს რო აბულინგებდით თუნდაც პოლიციელი ყოფილა და 700 კაცი იყო და თოფი როგორ ისროლა იარაღი როგორ ისროლა და გეხართ და რაღაცა სისულელეებს ლაპარაკობთ. როგორ ისროლა და ისე ისროლა როგორც ყველა ნორმალური მამა მოიქცეოდა. გაიგეთ თქვენ იდიოტები. და ძაღლსულაში აჭმევენ და თავის შვილს. ჩემი მხარდაჭერა ერთი სიტყვით ბაგ პოლიციელს რა და
ეს ძალიან ისინი არ გამომიხდეთ ახლა კომენტარებში რომ აი შენც ეგეთი ხარ და ეგეთი ვარ ესე ვიმოქმედებ და თუ დამჭირდათ ვინც იმ აი გედეეფარება იმ ძაღლს არა იმასაც ზედ მივაყურებ აი გარი ეგეთი